ძალიან დამჯერე ყველაფერში მომყვებოდა და უცებ რაღაც პერიოდის მერე დაიწყო ჩემთან სულელები ხომ რომ მეჭიდავებით. პროტესტი აქვს ყველაფრის მიმართ აბსოლუტურად. მე დედასთან დავახლოვდი ნინა რო გავაჩინე რაღაც წლების მერე. ბევრი შიშები მაქვს. და ძალიან ბრაზდები, იმიტომ რომ მე თუ ვამბობ რომ ნინა მას უნდა გააკეთეს, კეიცადოა. მაგას სულეუბნები თან რომ მე როგორიც ვარ შენ მიმართ, მე რო ეგეთი დედა მყოლო და არ ვიცი მე სუნინას მხარეს ვარ. მოგესალმებით, დღეს ჩვენი სტუმარი არის თიკა ჯამბურია. საუბრობთ თინეიჯერი შვილის დედობაზე, რა სირთულეები ახლავს ამას აქვს, როგორ უმკლავდებიან დედიკოები ამ სირთულეებს და ძალიან საინტერესო იქნება თიკას გამოცდილება ამ მხრივ. თიკა, მოგესალმები. მოგესალმებით. პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენი წლის არის შენი შვილი? ნინა არის 14 წლის. და ესე რაღაცა მკვეთრი გადასვლა თუ იგრძენი თინეიჯერობის ასაკზე? კი, ვიგრძენი ნამდვილად, იმიტომ რომ ნინა იყო ბავშვი, რომელიც იყო უმარტივესი ახსაზრდელი. აი რაღაცა ძალიან მშვიდი, წყნარი, დამყოლი, თითქოს საოცნება ბავშვი იყო. ნამდვილად ყველანაირ კომფორტს მიქმნიდა მეც, არასდროს არ ტიროდა ზედმეც. უბრალოდ ყოველთვის უნდა და ჩემთან ერთად ყოფნა. ეგ იყო ერთადერთი ის, რომ დედაზე იყო ძალიან მიკრული, მიწებებული, როგორც ეძახიან. და ძალიან დამჯერე ყველაფერში მომყვებოდა და უცებ რაღაც პერიოდის მერე დაიწყო ჩემთან სულელები ხომ რომ მეჭიდავებით ხო. პირდაპირ გაგებით კი არა. ყველაფერზე მეწინააღმდეგება. ხო, მებრძვის ყველაფერზე. თან უნდა რომ ყველაფერში ჩემი აზრი გაიგოს, ყველაფერს მეკითხება, მაგრამ არაფერი არ მოწონს პასუხი. დაახლოებით თუ შეგიმჩნევია, რა ასაკიდან დაიწყო ეს ცვლილებები? დაახლოებით 2 წელია. აჰა. მაგრამ უფრო და უფრო მძაფრდება. და მარტო ამ ბრძოლის კუთხით თუ მაგალითად ხასიათით შეეცვალა, უფრო ჩაკეტილი გახდან, რაღაცა უფრო მეტ ჩხუბობს შეიძლება თუ მხოლოდ ამ შეწინააღმდეგებაში გამოიხატება? ხასიათი შეეცვალა იმ მხრივ, რომ ხო რაღაცა პროტესტი აქვს ყველაფრის მიმართ აბსოლუტურად რა. არაფერი არ მოწონს, არაფერი არ უხარია თითქოს, არაფერზე არ გამოხატავს დიდად ემოციას. უმეტესად თორე ისე არა, რა თქმა უნდა ეს რაღაც ძველი ნინაც მასში არის. შენთვის როგორი არის? რომელი უფრო მარტივი იყო მაგალითად, როდესაც პატარა იყო ის პერიოდი უფრო მარტივი იყო თუ ეხლა უფრო მარტივი ამასთან ურთიერთობა? არ ვიცი, მე რაღაცნაირად გამოვდექი ძალიან გამგები დედა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ჩხუბობთ, ძალიან ბევრი კონფლიქტი გვაქვს, ამავე დროულად ვართ ყველაზე ახლა მეგობრები. ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ეს პერიოდი ისე მიდის, რომ არაფერს არ მიმალავს საერთოდ. გულახდილია ჩემს მიმართ და არ თulis რომ რაც არ უნდა დააშავოს, გონია რომ მე უნდა მითხრას ყველაფერი და ჩემთან აქვს ეს კომფორტი, რომ დედა არის მისი დაცვა, დედა არის მისი კომფორტის ზონა და რაც არ უნდა მოხდეს, იცის რომ მე მივიღებ. მაგაში მართლა ძალიან გაგიმართლა, იმიტომ რომ მე მახსოვს მაგალითად ჩვენ რო თინეიჯერები ვიყავით, მაშინ სხვანაირად იყო რაღაცნაირად ესეთი გახსნილობა არ მქონია მშობლებთან. კი, მე დედასთან დავახლოვდი ნინა რო გავაჩინე რაღაც წლების მერე. მანამდე არ მქონდა ეს დედის მიმართ სიახლოვე და რაღაცა უფრო ის მქონდა ის შიში, მორიდება, ვერაფერს ვერ უყვებოდი, ფულს ვერ უხსნიდი საერთოდ და ჩვენი თაობის მშობლების პრობლემაც ეგ არის, რომ შიგნით რა მდგომარეობა გქონდა, არასდროს თითქოს არ აინტერესებდათ თუ არ იცოდნენ, რომ ეგ უნდა საერთოდ ცოდნოდათ მაგათ. უფრო აინტერესებდათ გარეგნულად როგორ გამოვიყურებოდით, ხო კარგად ვისწავლიდით, ხო კარგად მოვიქცეოდით, შიგნით რამე პრობლემა გქონდა დარდი, თითქოს მაგის ხო, მე მგონია რომ თვითონაც რაღაცნაირად არ იცოდნენ, ეს რო საჭირო იყო და არ იცოდნენ, თან არც ის ენა იცოდნენ, როგორ უნდა ესაუბრათ ჩვენთან. შენთვის როგორც თინეიჯერი შვილის დედისთვის, ყველაზე დიდი შიში ამ ასაკში რას უკავშირდება, რომ ვთქვათ, არ ვიცი, როგორ ბავშვის დაცვას უკავშირდება, რომ ხო კარგად ვიცავ, თუ რას? ბევრი შიშები მაქვს. ბევრი რომ მინდა რომ ეს რაღაცა ოქროშუალედი დავიჭირო, რომ არც ძალიან მეგობრული ვიყო, არც ძალიან მკაცრი ვიყო, რომ დედა ვიყო და არა მეგობარი. მაგრამ თან მეგობარი უნდა ვიყო, თან დედაც უნდა ვიყო, თან მკაცრი უნდა ვიყო, თან ძალმობიერი უნდა ვიყო, ზედმეტი არ უნდა ვუთხრა, რომ დავაფრთხო და შევაშინო.
და აი ყველაზე რთული არის ეს, რომ ეს ოქროს შუალედი ვიპოვო ისე, რომ ისწავლოს კიდევაც. თავისუფალიც იყოს, მეგობრებთანაც იყოს, დაკავებულიც იყოს, ანუ აი ყველაფერი ერთად შეეძლოს რა. იმიტომ რომ მე მაქვს ზოგადად იმის კომპლექსით ეს შიში, რომ მე ვიყავი ძალიან დაკავებული ბავშვი. სულ ვიყავი მასწავლებლებთან, სულ რაღაცას სწავლობდი, სულ სადღაც ვიყავი და თითქმის არასოდეს არ მრჩებოდა მეგობრებისთვის დრო და დედაც მაგას მეუბნებოდა, რომ მეგობრებს მეც მოასწრებ, მეგობრებს მე გართობას მეც მოასწრებ და რაღაცნაირად ეს მაქვს ჩარჩენილი, რომ მინდა რომ ჩემ შულს ეგ არ ქონდეს, რომ მინდა რომ აი ეს ბავშვობა ბოლომდე შეიგრძნოს, თუ მეგობრებთან ერთად გასასეირნებელი არის, უნდა გაისეირნოს, გაკვეთილზეც უნდა მოასწროს სწავლა და აი არ მინდა რომ შევზღუდო ბევრ რაღაცაში რა, მინდა რომ თავისუფალი იყოს. აი ჩემი შემდეგი კითხვაც ამას ეხებოდა და ძალიან მინდა რომ ეს თემა გავშალოთ, რომ აი არ გიჭირს ბალანსის დაცვა კონტროლსა და მეგობრობას შორის, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ზღვარი არის მათ შორის, რომ აი შეიძლება რომელიმე მხრივ ზედმეტი მოვიდეს დედას, ან ზედმეტად მეგობრული იყოს, ან ზედმეტად გააკონტროლოს შვილი. იცი რა, идеალური ვერავინ ვერ არის რა, არ მჯერა რომ ვიღაცას შეუძლია რომ идеალური იყოს. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ზოგადად ეს წესები ხო ესე ვიღაცის დაწერილი არის და ყველაზე არ ერგება, ხო? ამიტომ ესეც რაღაც ცხოვრებისეულად როგორც მოდის და როგორც იქნება, მივყვები რა, ტალღას მივყვები, მაგრამ ესე ზოგადად ვიცი რა უნდა გავაკეთო, რა როგორ ჩარჩოში უნდა ჩავჯდეთ, რომ ნინა ისე უნდა მოიქცეს და ისე უნდა იყოს თავისუფალი, რომ სხვას არ დაურღვიოს თავისუფლება. და ასე შემდეგ. კიდევ ის არის რომ მე ძალიან მეხმარებიან ნინას ორივე ბებია და იყო პერიოდი რომ ნინა ცოტა არეული ქონდა ვინ იყო მთავარი ვერ ხვდებოდა ბებიები თუ დედა და ეგ ფსიქოლოგთან სიარულის მერე ჩამოყალიბდით რომ თურმე როგორ არის იცი როდესაც დედა ეუბნება კის და ბებია არას ბავშვი ძალიან ირევოდა. კი მეც მსვენია ამის. ხო შემდეგ უკვე ვეღარ ხვდება ვინ არის თავარი ოჯახში და ამიტომ უნდა ჩამოყალიბდნენ ოჯახში ყველანი რომ როდესაც დედა ეტყვის შულს არას ყველა უნდა ამ შემთხვევაში ალბათ დედასაც უწევს ბებიებთან ურთიერთობის დალაგება რომ აი მოდით ვიყოთ თანმიმდევრულები. ძალიან რთული არის, ძალიან რთულია, იმიტომ რომ დედა ჩემი თუ ჩემი მიმართ იყო საკმაოდ მკაცრი, საკმაოდ მომთხოვნი, ნინას მიმართ არის აბსოლუტურად სხვანაირი. კი ეს ჩემ ოჯახშიც ესე არის, რომ შვილიშვილს ეპატიება ყველაფერი აბსოლუტურად. ხო და მე ძალიან ბრაზდები, იმიტომ რომ მე თუ ამბობ, რომ ნინამ ეს უნდა გააკეთოს, კაიცადოა, დაისვენოს, კაიცაი და ძალიან ნერვები მეშლება ხოლმე მაგაზე. კი ბატონო. აი თუ გქონია ეგეთი მომენტი, რომ რაღაცნაირად იგრძენი, რომ ბავშვის კონტროლი ხელიდან გაგეშვა და რაღაცა აი გაგეპარა, რაღაცა მომენტი, რომელიც იდეაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არა. არ მიგრძნია, იმიტომ რომ არ არის ნინა ესეთი რთული ახსაზრდელი ბავშვი არც ახლა რა, ანუ არ გააკეთებს დარწმუნებული ვარ ისეთ რაღაცას, რომ თქვა რომ აი მე ხელიდან გამექცა, გამეპარა, ზუსტად ვიცი რომ თვითონ ანუ რაღაც სხვანაირი არის, ძალიან შეგნებული არის, დიდურია. დიდური რა, ანუ როგორ გითხრა, ბავშვური არის რაღაც ხრი, მაგრამ აზროვნებით და აი შეგნებული. ხო, შეგნებული არის და აი ზუსტად იცის სად გადის თავხედობის ზღვარი და არ გადავა მაგას. აი ხა რო გისმენდი როგორი შთაბეჭდილება დამრჩენს რომ ერთი რომ ძალიან კარგად იცნობ შენ შვილს და მეორეა რომ ენდობი და აი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მგონია ეგ შვილთან ურთიერთობაში რომ აი ეგ ორი პუნქტი იმიტომ რომ აი ეს ისევ და ისევ რაღაცნაირად ჩვენი ბავშვობა რო გავხსენოთ მგონია ხოლმე რომ აი ძველ მშობლებს მაგალითად ამ პუნქტში უჭირდათ ცოტა. კი მაგას სულ ვეუბნები თან რომ მე როგორიც ვარ შენ მიმართ მე რო ეგეთი დედა მყოლო და მეთქი მე ალბათ უფრო ისეთი ვიქნებოდი უფრო თამამი ვიქნებოდი მიუხედავად იმისა რომ მე აი დედების დედა მყავს რომელსაც მთელი ცხოვრება გადადო რომ ჩემში ჩაედო და ჩემ დებში უბრალოდ მე მქონდა ის რომ ვერ ვუბედავდი თქმას ვთქვათ თუნდაც აი რომ ვიღაც მომეწონებოდა თუნდაც რომ სადღაც მინდოდა მეგობრებთან ერთად გასვლა იმიტომ რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ჩემ ცხოვრების რეჟიმს. სულ უნდოდა რომ დილიდან საღამომდე მე მეცადინა, მე სწავლა, ყოფილიყავი ძალიან მოწესრიგებული და ზუსტად იმაში გამოიხატა ეგ რომ დისციპლინა ჩემ ცხოვრებაში არის პირველ ადგილზე. ეხლა ჩემ შემთხვევაში ძალიან მეშინია რომ მე რადგან ესეთი დამთმობი ვარ, რადგან ესეთი გამგები ვარ და ბევრ რაღაცას სხვანაირად ვაკეთებ, დისციპლინა არ გამომეპაროს ნინას შემთხვევაში, იმიტომ რომ მგონია რომ ადამიანის წარმატების ფორმულა არის ადამიანი რამდენად დისციპლინირებული იქნება. და ამასაც ძალიან უფრთხილდები რომ თუ რაღაცებში ვეუბნები რომ კი და ვუთმობ, ვცდილობ რომ
დისციპლინის თვალსაზრისით ყველაფერი ძალიან მკაცრად გავაკონტროლო. აი თქვენი კონფლიქტები დაუშვათ დასაწყისში აღნიშნა, რომ ხშირად თქვათ კამათობთ. უფრო ხშირად რას შეეხება? არის რომ ეკრანთან ატარებთ თქვათ ძალიან დიდ დროს ან ტანსაცმელზე, იმიტომ რომ ამ დროს ბავშვებს ხშირად ეცვლებათ ხოლმე სტილი. აი რაზეა ძირითადად თქვენი კამათი? ჩაცმაზე, რომ მაგალითად სადღაც რომ მიდის, მეკითხება რა ჩავისვა, მე ვურჩევ რა უნდა ჩაიცვას და რა თქმა უნდა იმას მე იწყებს ყვილს, რომ აი მე ხო სპეციალურად მითხარი რომ ეს უნდა ჩავიცვა, ხო ის რომ ეს არ მიყვარს რომ ჩავიცვა და ანუ არა აქ რაც არ უნდა უთხრა, რაც არ უნდა ურჩიო, თუნდაც რომ მოწონდეს, მაინც მეტყვის რომ სპეციალურად უთხარი რომ ეს მე მეკითხები ნინა, თუ იცი რომ არ მოგეწონება ჩემი არჩეული ტანსაცმელი, რატომ და აი ამაზე მე ვიწყებ და არასდროს არ თარდება. ასევე ყვებაზე მშია, რა გშია ეს რო გაგიკეთო, აი და აი ესე ანუ საპირისპირო ანუ შეიძლება არ კონდეს საპირისპირო აზრი, მაგრამ მაინც უნდა მითხრას რომ ის არ უნდა რაც მე მურჩიე. თუ ახასიათებს ხოლმე რომ აი ჩაიკეტა და რაღაცა საკითხთან დაკავშირებით აღარ უნდა კომუნიკაციის გაგრძელება. დიდად არ ვაწუხებ მაგ დროს. თუ რაღაცა მაგალითად მოწყენილი რაღაც რო ვეკითხები რომ რამე მოხდა და თუ მითხრა რომ არაფერი არ ვაწუხებ, იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაც პერიოდის მერე აუცილებლად მომიყვება. და პირად სივრცეს სამ თვალსაზრისით აძლევ ალბათ უფრო. აუცილებლად და დიდად აი არ მინდა რომ ძალიან ჩარეული ვიყო მის ცხოვრებაშიც, იმიტომ რომ ჩემი ირგვლივ მაგალითად არსებობენ ისეთი გოგოები, რომლებიც ისე გაიზარდნენ, რომ დედები ძალიან ჩარეული იყვნენ მათ ცხოვრებაში და ეგეც ძალიან ცუდია. ეგეც ხო დამოუკიდებლობის სწავლა არის, რომ თვითონ გადაწყვიტოს რაღაცა პრობლემები, თვითონ გადადგას რაღაცა ნაბიჯები და დედის გარეშე მიიღოს ცხოვრებისეული რაღაც გადაწყვეტილებები. უკვე დიდი არის, თან 14 წლის არის და ვაძლევ უფლებას, რომ თვითონ მიიღოს რაღაც მხრივ თავის ცხოვრებაზე გადაწყვეტილებები. აი ცოტა მინდა რომ პირად ამბავსაც შევახოთ, შენ ხარ ცნობილი პიროვნება. თუ აისახება ეს ბავშვის ცხოვრებაზე და თქვათ ნეგატიური კუთხით თუ პოზიტიურით, რაიმე პრობლემას თუ ქმნის ეს თქვენ ცხოვრებაში. ან პირიქით შეიძლება. თვითონ არ არის ადამიანი, რომელსაც უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, მაგრამ არა ეს ტელევიზია, ეს რაღაც სახალხო გამოჩენები, აი თავის მეგობრებში მაგალითად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, სადაც არის იქ მოწონს როცა შესამჩნევია, მაგრამ არ უყვარს, როდესაც თქვათ, სადმე რამე იწერება მასზე, ან თუნდაც ჟურნალისტები მოდიან და თხოვენ, რომ გადაიყო. ეგეთი რაღაცები არის. ხო, აი ალბათ არის ხო ეს ჩასაფრებული რაღაცა მდგომარეობა, რომ რაღაცა იქ რაღაც უცებ ჟურნალისტი. დიდად აი როგორ გითხრა, ამაზე ძალიან გამახვილებული ყურადღება არ გვაქვს. არ უნდა, არ მოწონს, ოკეი, არ იყოს. მე მაქვს ზოგადად ეგ დამოკიდებულება, თუნდაც სიმღერაზე ძალიან კარგად მღერო და არ მინდა, ნუ გინდა, აღარ ივლი, რაღაცა ცეკოზე შევიდა, აღარ მინდა, ანუ იპოვოს თავის ცადოს ბევრ რაღაცაში და არ დავაძალებ, რაც მოეწონება ის გააკეთოს. ასევე არის ზუსტად ამ კუთხითაც, რომ თუ არ უნდა გამოჩენა და აი არ გამოჩნდეს. და თვითონ დაარეგულირა რაღაცნაირად ეს საკითხი, თუ შენასწავლე როგორ დაიცვას თავი ამ შემთხვევაში, აი თუნდაც ჟურნალისტების ზედმეტი ჩარევისგან ან მედიის ზედმეტი ყურადღებისგან. დიდად მინას ცხოვრებაში 1-2 ჯერ ჩაერიდნენ ჟურნალისტები და მე მოვაგვარე ეგ თემა ისე, რომ ნინა არც კი შეწუხებულა, უბრალოდ ხო არიან თავხედი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, რომ ბავშვს გამოიყენონ რაღაც ბინძურად და მაგათ მე უკვე მან დედა მისცემს საკადრის პასუხს. აი შენი როგორც დედის შეგრძნებებზე რო გადავიდეთ, ალბათ გასაგებია რომ ბავშვისთვის რთული ასაკი არის, მაგრამ დედისთვისაც ალბათ არ არის მარტივი. შენ თვითონ როგორ უმკლავდები შენი შვილის აი ესეთ თინეიჯერულ ხასიათის მოძრაობებს? მე აღმოჩნდი ძალიან მყარი ნერვების მქონე ადამიანი, არ ვიცი როგორ და რანაირად. აი არ ვიცი, ერთ ყურში უშვებ და მეორედან ვატარებ ხოლმე რა ბევრ რაღაცას, აი ძალიან ბევრ რაღაცას ვუტარებ. რო იწყებს ხოლმე წუწუნს, უბრალოდ აი ტვინს თიშავ და წუწუნებს, აი აქ სადღაც მესმის რო წუწუნებს, მაგრამ არც პასუხს ვცემ, არც ამით რაღაც თავს ვიტვირთავ, იწუწუნოს, ვიცი რომ უბრალოდ უნდა რომ დაიცალოს ამითი და მე უბრალოდ მიდის ხოლმე. და არ გიჭირს რომ აი რაღაცაზე ნუ მაგალითად რამწკალანი ადამიანები ვარ და წყობიდან არ უნდა გამოსულო წყობიდან რამოდენიმეჯერ ძალიან გამოვედი წყობიდან და ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უფრო უტარებ. უფრო უტარებ. და ძალიან ცუდი არის ის, რომ ამ ბოლო დროს აი ამდენი გატარებისგან რა დამემართა იცი რამოდენიმეჯერ რომ რაღაცას მელაპარაკებოდა და არ უსმენდი. ჩამოგიყალიბდა უკვე რაღაცნაირი. მე მაგაზე მეჩხუბო რომ რაღაცას გელაპარაკები და არ მისმენო და მივხვდი რომ აი ის ჩამერთო ის ფუნქცია რომ და გავთიშო ტვინი თუდად ლაპარაკობს და თუდად როცა იქცევა ნაკისი და
თან მეწყინა. თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ნახე ბავშვები ხშირად არიან, რომ დაუშვათ რაღაცა პრობლემა შეიძლება აწუხებთ, მაგრამ ხშირად ვერ არქმევენ ამ ემოციას თავის სახელს და სხვანაირი ფორმით გამოხატავენ, ან აგრესიით, ან ჩაკეტვით. ასე შემდეგ. თუ მიმხვდარ ხარ, რომ აი ამ დროს მას რეალურად სხვა რაღაც აწუხებდა და სხვანაირი უნდა ყოფილიყო შენი რეაქცია. არ ვიცი, მე სუნინას მხარეს ვარ. ძალიან ცუდ რაღაცას ვიძახი, მაგრამ ანუ სულ მინას ხარეს ვიჭერ ყოველთვის. ყოფილა შემთხვევა, რომ არასწორი იყო და არ მიჩხუბია, მაგრამ დავლაპარაკები ვარ და ეგ უფრო კარგი იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ნინოს ხარეს ვარ და არ მქონია ის, რომ აი რაღაცა დედისგან დააკლდა სხვა მაგალითად დედა არ დაუდგა იმ მომენტში გვერდზე, არა. და რას ნიშნავს აი ამ ასაკში დედის გვერდით დგომა? აუ, ძალიან მაგარი არის. ჯერ თავდაჯერებული ხარ, მერე სიმშვიდე გაქვს, მერე ანუ თავისუფლება გაქვს იმ მხრივ, რომ იცი, რომ სახლში მაგალითად სიმშვიდე არის და რაც არ უნდა მოხდეს, შენ მხარეს არიან. არ გიწევს ტყუილის თქმა, არ გიწევს თამაში დედასთან, ანუ ძალიან კარგია. ძალიან ბევრი კომფორტი არის. მაგრამ ისიც უნდა იყოს, რომ იცოდეს, რომ თუ რაღაცა ისე არ მოხდება, დედაც გაბრაზდება ძალიან. აი რა არის მაგალითად ეგეთი წესები შენ სახლში? რომ აი რა უნდა შესრულდეს აუცილებლად და დაუშვათ რაღაცა ზღვარი თუ არსებობს, რომლის იქითაც თქვა აღარ გადავდივართ. ნუ იცის, რომ თავხედურად არ უნდა დამალაპარაკოს. და ძალიან გავბრაზდები ამაზე. არც მე, არც დედას, არც უბრალოდ არც მე, არც ერთ ბებიას. არც დეიდებს, უფროსებს არ არსებობს, რომ უფროსებთან თუდად მოიქცეს და დარწმუნებული ვარ მაგაში. ანუ საგარეო ბავშვი არის, გარეთ იქცევა ანგელოზივით. ყველაზე კარგად აღზრდილი, ყველაზე წესიერი, ყველაზე ჭკვიანი, მაგრამ სახლში არის ჩვეულებრივი ვამპირი, რომელიც აი ენერგიას აი ესე გწოვს და მიაქვს თავისთან. შენ მიმართ მხოლოდ თუ აი ოჯახის ყველა წევრის მიმართ? ოჯახის ყველა წევრის მიმართ, კი, ოჯახის ყველა წევრის მიმართ. მაგრამ თან არის აი ისეთი ტკბილი და თბილი, რომ ათანაბრებს რა ამ ყველაფერს და ზუსტად ვიცი თან რომ ეს პერიოდი არის უბრალოდ ახლა ესეთი და ცოტა ხანი უნდა მოვითმინოთ ყველამ და ყველა ესე ვართ რომ იველოდებით როდის გავulis აი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნინა იყო აი ეგეთი ბავშვი რა დაბადებიდანვე რაღაც სიყვარულის სითბოსი და სიკეთის და აი ახლა უბრალოდ ეს რაღაც თავისი თვითდამკვიდრების პერიოდი აქვს და საკუთარ თავს ეცნობა და აი გაეცნოს კარგად. ხო, კი ბატონო. ამ ასაკში თან ხშირად უჩნდებათ ხოლმე თვითონაც გარდა აი ამ პროტესტისა ალბათ ძალიან ბევრი ისეთი კითხვა, ბევრ საკითხზე მაგალითად სიყვარული იქნება თუ ურთიერთობები იქნება, თქვენთან თუ დადგა ეს ამბავი, ან შეიძლება უფრო პატარა ასაკში დაიწყო. კი, სხვათა შორის ბევრჯერ მქონია ამაზე საუბარი, სიყვარულზეც, ურთიერთობებზეც, რაღაც თვითონ ახლა ჩამოყალიბებული აზრი აქვს, თქვათ, როგორი ურთიერთობები უნდა, როდის უნდა გათხოვდეს, მე როგორ უნდა გააკეთოს, მაგრამ ჯერ არა აქვს ეს რაღაც სიყვარულის მიმართ ესეთი, აი ხო არის, რომ თინეიჯერების ასაკში ძალიან უნდათ თაშოში ყოლებული ყავდეს, ან რაღაც ბიჭებზე ზედმეტად გადაგიჟებულები არიან. ეს მე მგონი ამ თაობას ახასიათებს, რომ არა, უფრო ნაკლებად არიან ამ მიმართულებით. არა, იყო ეს პერიოდიც, რომ ვიღაცები მოწონდა და რაღაცა სულ მაგაზე იყო, რომ რაღაცა მეგობრებთან, თავის მეგობრებთან ჭორაობა, მაგრამ მიხვდა, რომ პრიორიტეტი აღარ არის მის ცხოვრებაში ეგ და უფრო უნდა რომ ისწავლოს, წავიდეს, ძალიან უნდა რომ წავიდეს უცხოეთში სასწავლებლად და რაღაცნაირად აი მთელი ეს თავისი გონება და ცხოვრება აქვს მობილიზებული მაგაზე, რომ სადღაც წავიდეს. ხო. გარდა ამისა არსებობს თქვათ რაღაც ისეთი საკითხები, როგორიც არის მაგალითად გართობა, ალკოჰოლი, უსაფრთხოება. აი ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ საუბრები? კი, გვაქვს და არ გიჭირს როგორც აი უფროსის გადმოსახედიდან შვილთან ესეთ თემებზე საუბარი? იცი რა არის, მე მაგალითად ჩემ გამოცდილებებს ვყვები ხოლმე და ვეუბნები, თქვათ, აი ალკოჰოლის ქვეშ როგორ შეიძლება რა მოხდეს, რა საფრთხეებია, როგორ უნდა გააკონტროლოს თავისი თავი, რო გოგოა და ძალიან არ არის მარტივი, როდესაც გოგო ხარ და შეიძლება ვიღაცამ ცუდად გამოიყენოს შენი სიმთვრალე თუ მეგობრებმა. აი ესეთ რაღაცებს ვუყვები, პატარა ისტორიები. გამოცდილებიდან საკუთარი
და კიდევ მგონია რომ რაც უფრო აუკრძალავთ ბავშვებს რაღაცებს, ეხა იმას არ ვამბობ რომ ყველაფრის უფლება უნდა მიუცეთ, გააჩნია ბავშვსაც, ხო? აი ნინასნაირი ტიპაჟებს რაც უფრო აუკრძალავ, მგონია რომ უფრო ინტერესი გაუჩნდება. ამიტომ მე თვითონ გავასინჯე მაგალითად ღვინო, ესეთ ლამაზი ჭიქით, რომ მქონოდა მაგალითად გამოცდილება რომ აი არ ქონოდა ის აზრი რომ ღვინო არის აი დასათრობი რაღაცა, უბრალოდ რიტუალი, გასასინჯი რაღაცა ესე რომელსაც მე თვითონ მიყვარს ან ღვინის წრუპვა და ხშირად უბრალოდ ერთი ჭიქა მთელი დღის განმავლობაში მიჭრავს ხელში ესე წრუპავ და რაღაცა აი ეგეთი ჩამოუყალიბდა რომ სასმელი არ არის რაღაცა აი ძალიან გასართობი და გადასაგიჟებელი, უბრალოდ შეიძლება ღვინო წრუპოთ და რაღაცა თავისი წესები აქვს და კულტურა აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ ამ შემთხვევაშიც უფრო აკრძალვების გზით კი არ წახვედი, არამედ ის რომ აუხსნა საკუთარ მაგალითზე და ესე გააგებინო. ასევე აი რაღაც სიგარეტზე და რაღაცაზე ამ აქტაობას დიდად არ აქვს, როგორც ჩვენ თაობაში იყო, რომ აი რაღაც კაი ტიპად ითვლებოდი და რაღაცა აი რომ ბლატაობდი, რომ ეწეოდი. ჩვენ ასაკში მე მგონი ყველაფერი აკრძალული კარგი იყო. ხო და აქ არ არის ეგრე დიდი ინტერესი მაგის მიმართ არ აქვს, იმიტომ რომ უკვე ჩამოყალიბდა ეგეც, რომ ტეხავს აღარ არის კაი პონტობა, მე სიგარეტს ეწევა. აი მიუხედავად იმისა, რომ შენ ეგეთი დედა ხარ, რომ უფრო კომუნიკაციის გზით მიდიხარ, ძალიან ბევრ დედას უჭირს ამ გზით წასვლა. აი რას ურჩევდი, რომ აი რაკნან, როცა შულთან ლაპარაკი უჭირთ და არადა სალაპარაკოა ძალიან ბევრი რამე. ჩემი აზრით, უმრავლესი დედების პრობლემა იმაში არის, რომ საკუთარი პრობლემებიდან გამომდინარე უყურებენ საკუთარ შვილებს. ანუ არ უყურებენ როგორც ცალკეულ პერსონას, უყურებენ თავის გაჩენილ თავის საკუთრებას. და აი ეგ არის ყველაზე ცუდი რა. გონია რა, ჩემთვის გავაჩინე რომ იძახიან ხოლმე. ეგ ყველაზე ცუდია. ხო, ანუ ერთხელ წავიკითხე თუ სადღაც პოდკასტში უყურე რომ მე ხوار მithოვია რომ გავეჩინეო დედას რაღაც ეგეთი ის იყო და მაგაც ეგ ჩამჩა ძალიან რომ ანუ კი გავაჩინე ის ადამიანი, მაგრამ იმას თავისი ცხოვრება აქვს, თავისი გზა აქვს და არ არის სავალდებულო ზუსტად ისე გაიაროს ის ცხოვრება და ზუსტად იმ წესებით იცხოვროს და ზუსტად ისე იყოს როგორც მე, ხო? ან მინდა რომ იყოს მე. ამიტომ არჩევის საშუალება ყოველთვის უნდა მივცეთ იმ ცალკე ცოცხალ არსებას, რომელიც ნამდვილად შენ გააჩინე, მაგრამ შენ არ გეკუთვნის რა მთლიანად. კი, მე მეკუთვნის რაღაც ხრივ, მაგრამ შენ თვითონ თუ დაგიშვია ისეთი შეცდომა, როგორცაც შენ მიმართ უშვებდნენ მაგალითად მშობლები ბავშვობაში. აი თუ გამოგიჭერია საკუთარი თავი, რომ აი ვაიმე, ახლა მეც იგივეს ვაკეთებ ზუსტად. მე პირიქით მეშინია, რომ ზედმეტად თავისუფალი ვარ ნინასთან ურთიერთობაში და სიმკაცრე უფრო მეტი უნდა მქონდეს. პირიქით ეგ შიში უფრო მაქვს, რომ ხوار უშვებ იმ შეცდომას, რომ ძალიან მობიერი ვარ ბევრ რაღაცაში და უფრო მკაცრი ხوار უნდა ვიყო. ეგ შიში უფრო მაქვს. მაგრამ რაღაც მე მგონი ფიდბექს რო უყურებ შენი შვილისგან აშკარად დაბალანსებული გაქვს ხო? მაინც მგონია რომ ცოტა მეტი სიმკაცრე საჭირო არის ყოველთვის. ეს არის ისეთი ასაკი, როცა ბავშვი შეიძლება ძალიან მარტივად მოექცეს მაინც რაღაცა სხვების აზრის გავლენის ქვეშ ან რაღაცა ტრენდის ან მოდის. როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ აი საკუთარი აზრი გამოიმუშაოს და შემდეგ დაიცვას ეს დამოკიდებულება? კი, მაგაზეც გულაპარაკია, რომ აი ნინას მეგობრებს ყურებ ხოლმე, აი ყველა ერთნაირია. აი ყველა ერთი სტილის არის, ერთნაირად ლაპარაკობენ, ერთნაირად მოძრაობენ და ერთხელ სერიოზული საუბარი გქონდა მაგაზე, რომ მეთქი, ანუ ძალიან ცუდი არის და ძალიან ცუდი სანახავია, როდესაც ყველასნაირი ხარ. და პირიქით უნდა იყო ყოველთვის გამორჩეული, შენ რა მოგწონს, კი არ უნდა ჩაიცო რაც ყველას აცვია. შენ რა მოგწონს, შენი სტილი უნდა შექმნა, ისეთი უნდა იყოს, თქო რომ პირიქით შენ როგორც იცნებ, ისე ჩაიცოს ყველამ. ისე ილაპარაკოს ყველამ, ისე იმოქმედოს ან რაღაც აი ეგ აქვს, ეხლაც აქვს, რომ ანუ ესე ვილაპარაკობს, ესე ვინჭამს, ამას ვისვავს, აი სულ რომ უნდა რომ იქ ჩაჯდეს რა, იმ ბაბლში, რომელიც ძალიან მოწონს თვითონ. მაგრამ ძალიან პატარა არის ჯერ მაგისთვის რა, მაგას ხო ყველაფერს ასაკი გამოცდილება ჭირდება. ძალიან ასაკია, კი, ძალიან ახასიათებს მithumetes ამ ასაკს. რაცა უნდა ასწავლო მაგ დროს და რაცა უნდა ელაპარაკო, მაინც ყველაფერს გამოცდილება უნდა და ასაკი. ეხლა მე რომ ვუყურებ ჩემს წარსულ ცხოვრებას, იმ მომენტში ვისაც რა არ უნდა ეთქვა, მაინც ჩემი აზრი მქონდა და აზრი არ მქონდა და ეხლა აბსოლუტურად განსხვავებული და ჩამოყალიბებული ვარ ბევრ რაღაც საკითხებში და ეგრეც მოხდება რა. და ამ ასაკში მაინც როგორ ატყობ უჭირს აი ამ განსხვავებული ნიშის დაკავება თუ მაინც მოყვება ამ შენს
რჩევას, რომ იყოს განსხვავებული. ძალიან მიხარია, რომ ჩემ რჩევებს ითვალისწინებს. შეიძლება მე არ მეთანხმება და მე წინააღმდეგება ხოლმე და თითქოს უშვებს და საერთოდ არ იღებს მაგას, მაგრამ აი რაღაც პერიოდის მერე ყოველთვის ხედავ და გრძნობ, რომ ეს ჩემი ლაპარაკი ილექება ნინას გონებაში და აუცილებლად ხდები ხოლმე, რომ აი გაჭრა ჩემო საუბარმა, იმიტომ რომ აკეთებ. ფიქრობს შემდეგ, შენს ან ფიქრობს, ან უბრალოდ მაინც სადღაც მოქმედებს ეს ყველაფერი. თავიდანვე რაც დაიბადა, მაშინვე დაიწყა ესეთი ურთიერთობა შულთან, თუ მერე უფრო ასაკთან ერთად წამოვიდა ეს მეგობრული და მე ნინა მიყვარდა მუცლიდან, უკვე სიგიჟემდე, აი რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა, ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, აი რაღაც პირველივე წამიდან რომ გავიგე, რომ სულად ვიყავი, ისე მიყვარდა, რომ გიждდებოდი. და არა, ეგრე გქონდა რა, ძალიან კარგი არის, როდესაც სულ ვამბობ, რომ ყველაზე მაგარი ჩემი ცხოვრების ნაბიჯი არის ნინას გაჩენა, იმიტომ რომ ერთად ხო გავიზარდეთ. ის რომ ნინა ჩემთან ერთად გაიზარდა და მე ნინასთან ერთად გავიზარდე, ნიშნავს იმას, რომ ბევრ რაღაცაში აზროვნება ერთნაირი გვაქვს, მენტალიტეტი ერთნაირი გვაქვს და ძალიან კარგი არის, ანუ ბევრ რაღაცაში უგებთ ერთმანეთს. შეიძლება უფროსი მშობელმა ვერ გაგიგოს შენ ისე, როგორც ვთქვათ, უფრო ახალგაზრდამ და ასევე შვილის დროსაც ეგრე არის, რომ ყოფილა ხშირად რომ აი დედაზე რაღაცა ის ქონდათ ბრაზი რომ ესე რატო გააკეთა ისე რატო გააკეთა ეს ნაბიჯი არ მოწონს ნინას არ აქვს ეგ ჩემი მიმართ რომ ერთი ის აქვს რომ ძალიან პატარასავით ნუ იქცევი ხოლმე რაღაც მომენტებში მეუბნება უფრო მკაცრი არის სხვა არაფერი აი ძალიან თანაბრად ვართ აზროვნებაში და ეგ ძალიან მომწონს ალბათ ეგ არის იმის გასაღები რომ ეგეთი ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. როგორ ფიქრობ, იმანაც ხო არ შეუწყო თქვენ ასეთ ურთიერთობას ხელი რომ მაინც გოგოა, ბიჭთან ხო არ იქნებოდა სიტუაცია განსხვავებული? შეიძლება, არ ვიცი, ბიჭიშვილი არ მყავს და ყოველთვის გოგო მინდოდა სხვათა შორის და ძალიან გამიხარდა რომ გოგო იყო. უკვე ვიცოდი რომ გოგო იყო და ზუსტად ვიცოდი რომ თავიდანვე სახელი ნინა უნდა ყოფილიყო. შეიძლება ეგრეც არის. არ ვიცი. ისე როგორ გონია გოგოშვილის გაზრდა უფრო მარტივია ჩვენ რეალობაში თუ ბიჭის? ალბათ, როდესაც მარტო ხელა დედა ხარ გოგოსი და როდესაც ორივე მშობელი ჩართული არის, ბიჭიც შეიძლება რომ მარტივად გაიზარდოს, იმიტომ რომ პრინციპში ორივე სჭირდება, ორივე მშობელი და ძალიან კარგი არის, როდესაც ორივე მშობელთან ერთად იზრდება, თუმცა ალბათ გოგო უფრო მარტივი გასასწრელია, როდესაც მარტო დედა ზრდის. ხო, ბიჭის ცხოვრებაში მაინც კაც რაღაცნაირი ისეთი სხვანაირი აღმზრდელობითი ფუნქცია აქვს. თიკა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ლაპარაკი გამოგვივიდა, დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იყო. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი ეპიზოდის სპონსორი არის ვინი, ჯანსაღი ფაფების ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი თაობის განვითარებას. ჩვენი სტუმარი იყო თიკა ჯამბურია და შემდეგ ეპიზოდამდე.